10 მარტი კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის ციხეში გაშვების პოტენციური თარიღია. ხელისუფლება სცენარს არ ცვლის და გიგი უგულავას შემდეგ იგივე მექანიზმით კიდევ ერთი ოპოზიციის ლიდერის ციხით დამუქრების პროცესია ახლასი. აფასებენ ყველა, ვინც ამ პროცესს აკვირდება, პრინციპში მოვლენებს, რომელიც ამ საქმის ირგვლივ ვითარდება. ამჯერად პროკურატურა მელიას გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებს და მოითხოვს, რომ სააპელაციო სასამართლოში ქართულ საქმეზე დამნაშავედ იყოს ცნობილი ნიკა მელიას ხდომა ართმარტსაა ჩანიშნული, გახსოვთ ალბათ, რომ მანამდე ქართულ ბანკის საქმეზე მელიას 25,000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა. რაც ამნისტიით 2 წელსა და 3 თვემდე შეუმცირდა. საქმე იგივეა, 8 წლის წინანდელი. პროკურატურა ამ საქმეზე 2 მუხლით ედავებოდა მელიას, აქედან საქალაქო სასამართლომ 2 თვის წინ მხოლოდ 1 მუხლით სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაამტყუნა. მელია დიდი ოდენობის ქონების გადამალვაში დახმარებასა და გარიგებაში კი გაამართლა. ახლა სწორედ ამ მეორე მუხლს, რაშიც პირველი ინსტანციის სასამართლო მერია გაამართლა, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ანუ მექანიზმი არ იცვლება. ხელისუფლებამ შენახული თაროზე შემოდებული ბრალდებების უკან ჩამოღება დაიწყო. ნიკა მელია წინასწარ აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება. როგორ? არ აკონკრეტებს. მანამდე კი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტს უჩივის, რომელმაც დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვეტა. ცოტა ხნის წინ ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა მელიას საჩივრის განხილვა დასრულდა. სწორედ ნიკა მელია ჩვენი პირველი სტუმარი ბათუმიდან. მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი ნიკა. პირველ რიგში თქვენ შესვლამდე საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებდით, რომ გსურდათ იმის დატესტვა, რამდენად ვრცელდება ბიძინა ივანიშვილის გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე. ამ პროცესის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება, როგორც გავიგეთ, არ გამოცხადებულა. რა დასკვნები გაქვთ თქვენ? დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, 9 საათის განმავლობაში გაგრძელდა პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, აქამდე მე არ მქონია გამოცდილება საკონსტიტუციო სასამართლოსთან ურთიერთობისა, მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად საინტერესო პროცესი იყო, უბრალოდ საინტერესო პროცესი იყო, წარიმართა პაექრობა მხარეებს შორის მოსამართლეების ჩართულობით და განსაკუთრებით აი ამ 9 საათის შემდეგ საბოლოოდ განმიმტკიცდა რწმენა, რომ ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს, ეს არის ჩვენი სარჩელის, ანუ ჩემი სარჩელის დაკმაყოფილება, რომელიც გულისხმობს ჩემი კონსტიტუციური უფლებების აღდგენას, ანუ იმ დადგენილების გაუქმება უნდა მოხდეს ჩემი ზღმარწმენით, რაიმე მოულოდნელი თუ არ მოხდა და აქ ამაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ. აბსოლუტურად ახლა დაცლილი პოლიტიკისგან გესაუბრებით, იმიტომ რომ არგუმენტები ხომ მოვისმინეთ და ახლა დარბაზში საზოგადოება ესწრებოდა და მედიაც მუშაობდა. უბრალოდ არა აქვს მოპასუხე მხარეს, ანუ პარლამენტს არანაირი არგუმენტი, რომ თავი გაიმართლონ და მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეებმა ეს ყველაფერი ძალიან სწორად დაინახეს და აისახება იმედი რომ აგვიხსნათ შესაბამისი გადაწყვეტილებაში გაუქმება დადგენილება დიახ, ეს მითხარი გაუქმება დადგენილება, რომლის საფუძველზეც მე პარლამენტმა უადოდ უკანონოდ შემიწყვიტა უფლებამოსილება. ანუ ჩვენ ვამბობთ სარჩელში, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმები არ არის ამოწურული, ანუ შესაძლებლობები არ არის გამოვლეული, ანუ მეორე ინსტანციაში სააპელაციო სასამართლოში და უზენაეს სასამართლოში მე ვაპირებ და ვდაობ კიდევ იმ ჯარიმის ნაწილში 25,000 ლარი დამაკისრეს და რომ მოვიგო სააპელაციო სასამართლო, ან უზენაეს სასამართლო თეორიულად, ხო? მე ვერ ბრუნდები პარლამენტში, ანუ ვერ აღმიდგება უფლებამოსილება სადეპუტატო. ამასთან დაკავშირებით ეხლა მთელი ქართული ოცნების პოლიტიკური ელიტა პირველივე დღიდანვე საუბრობს, რომ აი როგორც მოიგოსო მელიამო, რომ გამომაგდეს პარლამენტიდან, ამის შემდეგ საუბრობენ პირველივე დღეს, რომ დღესაც გააკეთა კახიანმა განცხადება და ვოლსკიმ, რომ განაცდურს მივცემთ, ანუ წარმოგიდგენიათ, ეს ზაფხულა ცინიზმია. შესაბამისად, ანუ არ არსებობს ინსტრუმენტი, რომელიც მე უფლებებს აღმიდგეს ჩემს კონსტიტუციურს გარდა საკონსტიტუციო სასამართლოზე. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია ის დადგენილება, ანუ იმ 88 დეპუტატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმოს და პირვანდელი მდგომარეობა აღადგინოს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღიდგებათ ამ შემთხვევაში უფლებამოსილება დეპუტატის. ანრი ოხანაშვილის კოლეგა, მაგრამ და ნამდვილად არ მაქვს ეს სურვილი, არა თუ დაუოყებელი სურვილი არ მაქვს. უბრალოდ
მაინტერესებს, მართლაც მაინტერესებს, აი საკონსტიტუციო სასამართლოზე რამდენად ვრცელდება პოლიტიკური გავლენა და ამაში დავწუნდები უახლოეს დღეებში, ალბათ იმედია ძალიან მალე ჩანიშნავენ გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღს და ვადები არ არის ცნობილი, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი. არის რაიმე ვადა ცნობილი, ნიკა როცა უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება? მე ვფიქრობ, მალე ჩანიშნავენ და მე მივმართე კიდევაც თხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თუ შესაძლებელი იქნება რომ 10 მარტამდე გამოცხადდეს თქვენი გადაწყვეტილება, რამე თუ არ მომეცეს მე შესაძლებლობა ეჭვი შევიტანო რომ რაიმე სახის ვიდრე 10 მარტზე გადავალთ, ნიკა, მე თქვენ 10 მარტზე და ამ საქმეზე ცალკე მინდა გკითხოთ, მაგრამ რომ დავასრულოთ საკონსტიტუციოს ნაწილი, ზუსტად აქ მინდა რომ ჩაგეკითხოთ ახლა მე თქვენ. ანუ თქვენ ამბობთ რომ ადამიანი საქართველოს მოქალაქე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა მხოლოდ ეს საქმე, მაგრამ ზედა არის კიდევ ორი ინსტანცია და ამ ინსტანციებში ასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და არის ალბათობა რომ ამ ინსტანციებმა შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეცვალოს. თქვენი კონსტიტუციური უფლება რომ შემდგომ დაბრუნდეთ პარლამენტში წართმეულია. ადგილმონაცვლე შესულია? საერთო სასამართლოების დონეზე ეს უფლება ვერ აღდგება. დიახაც, საერთო სასამართლოების დონეზე და ეს კაზუსი შექმნა თავად პარლამენტმა, ეს პრობლემა საკუთარ თავს პარლამენტმა შეუქმნა. მათ იცოდნენ, რომ ასეთ კაზუსური ვითარებასთან ეკრებოდათ საქმე, მიუხედავად ამისა, მიიღეს გადაწყვეტილება და პარლამენტი გამომაგდეს, იფიქრეს რამე თუ მელია არ იქნება მოქმედი პარლამენტის წევრი და მას არ დაიცავს იმუნიტეტი, ის უფრო მოწყვალდი იქნება და თუ მოგვინდება უცოდ მალე დავიჭერთ. ეს იყო არგუმენტი, თორე ეხლა სააპელაციო სასამართლო სოფო რისთვის არის? ანუ უზენაეს სასამართლო, ანუ როდესაც პირველი ინსტანციის მოსამართლე შეცდება და შეცდომას დაუშვებს, შესაძლებლობა უნდა მიეცეს წესი და რიგი ნორმალურ მართლმსაჯულების არსებობის პირობებში. გამოასწოროს ეს შეცდომა, ანუ განმარტყუნებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ვერ ჩაითვლება შესული, სანამ მეორე და მესამე ინსტანცია არ იქნება მოვლენილი და რომ განვამტკიცო ეს ჩემი არგუმენტი, ახლა გეტყვით რისი თქმაც მინდა. მაგალითად, ხო დამეკისრა 25,000 ლარი ჯარიმა სახით. 25,000 ლარი ჯარიმის სახით ჯერო არ გადაიხადო თავად პროკურატურა მეუბნებაო და რატომ რომ ეკითხები? იმიტომ რომ სააპელაციო სასამართლო უნდა გავიაროთო, მერე უზენაესი სასამართლო და აი ამის შემდეგო ჩვენ შესაბამის ანგარიში მოგცემთ, იქ უნდა ჩარიცხო. ეს მატერიალური სახით გვაქვს ეს დოკუმენტი და მე სასამართლოზე ეს დღეს ვისაუბრე. ანუ გამოდის რომ თავად პროკურატურა და მართლმსაჯულება მართლმსაჯულება ამბობს რომ კანონიერ ძალაში შესული არ არის ეს გადაწყვეტილება და ამიტომ ეს ჯარიმის ასე თქვათ ნაწილს შევეშვათ და აღსრულებას ვერ დაექვემდებარება, თუმცა 88 დეპუტატისთვის საკმარისი გახდა რომ მიიღოთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება იყო რა თქმა უნდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც პარლამენტის წარმომადგენლება დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების კითხვაზე თუ რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და ერთ-ერთმა მოსამართლეებს დაუსვა კითხვა, აი მაგალითად ვისიც არის უმრავლესობა პარლამენტში რეალურად ხომ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას და უმრავლესობის წევრი ყოფილიყო მელიას ასე თქვა მდგომარეობაშიო თქვენი საზრითო კენცო უყრიდენო თუ არ უყრიდენო რომ წეყარათო საკმარისხლას მოაგროვებდნო და აი აქ პასუხობდა პარლამენტის წარმომადგენელი რომ ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურ სამართლებრივია, რამდენიმეჯერ გაიმეორა ამ ახალგაზრდამ რომელიც ნიკა, მიზანი თქვენი დეპუტატის უფლებას მოსილების ჩამორთმევისა თქვენთვის იყო ის რომ ნიკა მელია უბრალოდ არ ყოფილიყო დეპუტატი აქტიური ოპოზიციონერების პირობებში და მაშინ როცა თქვენზე საქმეები განახლდა? არა, ისეთ რა თქვა, ნუ ეხა ესენი მე თუ რაიმემ ივნისის თვეში ასე თქვათ გადამარჩინა პატიმრობას, ეს იყო სწორედ ის დღე, როდესაც მათ 2 წუთში ვერ დამაკავეს და ვერ დამაპატიმრეს, ხო? დეპუტატის უფლება, კი ბატონო, იმუნიტეტი. დეპუტატის იმუნიტეტი. იმუნიტეტის მოხსნა, სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით ის გრძელი ეპოპეა თითქმის 8 საათიანი გახსოვთ, ხო? კი, მარტო მჯდარი ნიკა მელიაც მახსოვს დარბაზში, კი ბატონო.
თელმა საზოგადოება მიხილა, რომ არგუმენტი, ანუ არ ქონდათ საფუძველი არანაირი, რომ ჩვენთვის მოეხსნათ და მე პარალელურად იქ რაღაცა არ ვიცი გავრილოვმა გაცხადება გაავრცელა, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერები უნდა დაისაჯონ და ეს ბოლო წელს ივანიშვილმა ეს გადაიფიქრა, ანუ ხელის შემშელი აღმოჩნდა ჩემი ეს სტატუსი, ხო? ახლაც ეხლა წარმოვიდგინეთ, ეხლა საკონსტიტუციო სასამართლო და მე იმედი ვარ ასე მოხდება, არა იმიტომ რომ მე ვარ და არა, უბრალოდ თუ კი არის ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო, მე ვფიქრობ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ და მხოლოდ გამოხატული იმ დადგენილების გაუქმებაში, რითიც მე გამომაგდეს. ანუ თუ ნიკა მელიას აღუდგება დეპუტატის იმუნიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 მარტამდე თქვენ ისევ გექნებათ ეს იმუნიტეტი, როცა სააპელაციოში იქნება თქვენი საქმის თუ მე ხა მაგალითად აღვიდგინეს უფლებამოსილება და 10 მარტს ივანიშვილმა გადაწყვიტა ჩემი დაპატიმრება, იქ უკვე დამატებითი პრობლემა ექნება, ვინაიდან მე უკვე ვიქნები მოქმედი პარლამენტის წევრი და საკონსტიტუციო სასამართლოს ნამსჯელი ექნება უკვე, რომ მაგალითად კანონიერ ძალაში გადაწყვეტილება უნდა შევიდეს და უზენაეს სასამართლო გველოდება წინ და პრობლემები ექნება კიდევ უფრო მეტი დამატებითი რა და რა თქმა უნდა ხელისუფლებას არ აწყობს რომ რომელიმე ცალკე აღებული ოპონენტი იყოს კონსტიტუციური უფლებებით აღჭურვილი ამ შემთხვევაში ნიკა, ახლა რომ მითხრათ მექანიზმზე, რომელიც მე რაც დავაკვირდი ორ საქმეს, თქვენი და გიგი უგულავას საქმეებს, პრინციპში მექანიზმი ერთმანეთს გავს ამ ორ საქმეში, ორივე შემთხვევაში მე სიმართლე გითხრათ არც ვიცოდი რომ იგივე საქმე. მე ვეთყვი მაყურებელს რაშია საქმე, უბრალოდ რას გულისხმობ, ანუ ამ საქმეზე ნამსჯელი აქვს დეკემბრის ბოლოს, ორ მუხს გედავებოდა თქვენ პროკურატურა, ერთ მუხში გაგამართლათ სასამართლომ და სწორედ ამ მუხს ასაჩივრებს აქ მძიმე მუხი რომელიც იყო. დიახ, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. არა, 7-დან 9 წლამდე, 7-დან 9 წლამდე. სულ ანუ სხვა სანქციას არ ითვალისწინებს, მხოლოდ საპატიმრო სანქცია იქ გავმართდი და ესეთი მორიგე, უბრალოდ მორიგე რაღაცა მუხრით ვასამართლებენ ყველას უფლებამოსილების გადამეტება, მარტო ის დაგიფიცდათ სასამართლოს გადაწყვეტილებით. კი ბატონო. დიახ, არც ვიცოდით და ჩვენ გავასაჩივრეთ უებრივად დაცვის მხარემ ჯარიმის ნაწილში, მაგრამ არ ვიცოდით თუ პროკურატურასაც გავასაჩივრებენ და არც კი ვფიქრობდი რომ გავასაჩივრებდა. ბუნებრივად ეს მათი უფლება არის. და ეს მძიმე ბრალი ახლა საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში და 10 მარტს თქვენ შესაძლოა ისევ თქვენ შესაძლოა ნიკა, აი უკვე საფრთხე არის ამის, რომ თქვენ შეიძლება დაგაპატიმრონ. ამას ელით? ნუ თუ ნება იქნებათ პოლიტიკური, იმიტომ რომ ახლა სამართლებრივ ასე თქვათ რაღაცა ჟელობას არავინ არ გამართავს, ხო? რა თქმა უნდა, ახლა ეძლევათ შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში. მე არც ვიცოდი თუ გასაჩივრებული არც მიმდევნებია თვალყური სიმართლე გითხრათ, სახაზინო ადვოკატი იყოს, აი ადვოკატიც კი არ ამიყვანია ამ საქმეზე, იმიტომ რომ იმდენად ნათელი იყო ჩვენთვის, რომ იქ უბრალოდ შეუძლებელია რომ გავემტყულებია, არც ჩათვალე საჭიროდ მივხვდი, რომ თუ პოლიტიკური გაწყვეტილება იქნება, გინდა სახაზინო ადვოკატი იყავდეს და გინდა, არ ვიცი, გაერთიანებული სამეფოდან ჩამოიყვანა საუკეთესო ადვოკატები, ხო, რას მეშველი და მე გიგი უგულავასთან, როდესაც მივედი სანამ გიგი დააკავდნენ ოფისში იქ კოლეგები, მათ შორის ევროპული საქართველოს და მეკითხებოდნენ, როდესაც საუბრობდი, აი მახსოვს ზურაბ ჭიაბერაში მოკითხა, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრაო პროკურატურამ და არც ვიცოდი და უპასუხი არა მეთქია, თუმცა გასაჩივრებული მქონდა, მაგრამ გასაჩივრებული რო ქონდა ერთია, მაგრამ პროცესი რო ჩანიშნა, რომელიც შეიძლება არ ჩაენიშნათ და გუშინ წინ გვაცნობეს, რომ ჩავნიშნეთო და 10 მარტს მობრძანდითო, ესეც და რა თქმა უნდა ძალიან საეჭვოა, ხო, ეხლა ამ ყველაფერს ანუ გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ გაიგეთ თქვენ რომ თქვენს 10 მარტს გიბარებენ. კი. დიახ, გეუბნებით გიგის დაკავების დღეს მე არც ის ვიცოდი რომ პროკურატურას გასაჩივრებული ქონდა და მით უკვე არც გიგის დაკავების დღეს პროცესი ჩანიშნული არ იყო. გიგის დაკავების დღის მომდევნო დღეს მაცნობეს სახაზინო ადვოკატს დაურეკეს და უთხრეს რომ 10 მარტს მობრძანდით დიდი სიხარულით და სიყვარულით საქალაქო სააპელაციო სასამართლოში ჩინჩალაძე გეუბნებოდა. ბატონ ჩინჩალაძე გახავთ ის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. რა მინდა რომ გითხოთ? წარმოიდგინეთ 7 წელიწადი იხილავდნენ, 7 წელიწადი იხილავდნენ, 7 წლის განმავლობაში იხილავდნენ. საქმეზე სადაც ბრალდებული იყო 35 პირი, 35 პირი იყო ბრალდებული. 34 პირს
განრიდება ძალიან კაია, განრიდება გაუფრონდა და მე უბრალოდ ეხა 2012 წელს ვინ რაში მაინტერესებდი ხა მე ქართულ ოცნებას, ხო? და უბრალოდ ჩემი რიგი რომ მოვიდა ეთყობა რომ ამ საქმიდან განვერიდებიე და ამ დროს ემთხევა ჩემი მეტნაკლებად გააქტიურობა პოლიტიკაში, თაროზე შემოვაგდეს ეთყობა ის საქმე, რა იცით, რაში დამჭირდებაო და აი ასე მოვედით დღემდე. მოვედით. ეხლა რაც მოგიყევით ბოლოს ხდება, მაშინაც კი 35 ბრალდებული ვიყავით და ყველას გაუფრონდა არის კომიკური საქმეა, რა გითხრათ, ეხლა ნიკა, კომიკური საქმე შეიძლება იყოს თქვენი შეფასებით, მაგრამ შეიძლება ეს საქმე დასრულდეს კიდევ ერთი ოპოზიციონერის ციხეში წასვლით, ამიტომ ეს პროცესი არ ეხება მხოლოდ ნიკა მელიას, უფრო გლობალური სურათია. ამიტომ მე ნახეთ რას გეკითხებით. თქვენ გიგი უგულავას დაკავების დღეს, როცა ჩაგვერთეთ ამ გადაცემაში პირდაპირ ეთერში, მითხარით ასეთი ფრაზა, მე მახსოვს, რომ ჩვენ სხვა გეგმაც გქონდაო, მაგრამ გიგიმ თვითონ გადაწყვიტა ციხეში წასვლაო. დღეს თქვენ ამბობთ, რომ არ დაემორჩილებით სააპელაციოს გადაწყვეტილებას, თუ ეს იქნება პატიმრობა. მეტი რომ მითხრათ ამის თაობაზე. რას აპირებთ? კი ბატონო, გეტყვით უბრალოდ აი ფრაზა რომლის თვალს მინდოდა გეტყვით მურუსიძე საქალაქო სასამართლო, მურუსიძემაც კი ვერ მტყუნა იმ მუხში, რომელშიც ეხლა ცდილობს რომ ჩინჩალაძეს ხელით დააპატიმროს კიდევ ერთი ოპოზიციონერი, ხო? ეხლა 7 წელიწადია ივანიშვილის ხელში ვიყავი, 7 წლის განმავლობაში გამოვიდნენ თქვენს 2 თვის წინ რომ ამ საქმეში უმციკლო ხართ, ეხლა 2 თვის შემდეგ აპირებენ კიდევ რაღაც ახალ მასკატის დადებას. რაც შეეხება კითხვას, რომელიც თქვენ ეხლა მე დავუსვით. ჩემთვის გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ცხადზე უცხადესი გახდა. კიდევ ერთხელ თუ კი მჭირდებოდა ამაში დაწუნება თუ რასთან გვაქვს საქმე და მე ვფიქრობ რომ ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება დიახაც ემსახურება უბრალოდ პროტესტს და მე მინდა ამით გავაპროტესტო სასამართლოს არარსებობა ქვეყანაში და არა უბრალოდ თავის ისე წარმოჩენა თითქოს მე არ ვემორჩილები სასამართლო გადაწყვეტილებას. სოფო მე ხა აი ბათუმში აქ რომ ეხა ვიღაცა მოვიდეს ბათუმელი და მანტია მომასხას და ჩავიცვა მოსამართლის, მე მოსამართლე ხო ვერ ვიქნები, რაც არ უნდა თქვა რომ აი ხა მე მოსამართლის მანტია რახა მაცვია, მოსამართლე ვარ და ნებისმიერს რომ ჩემით დავწერო რაღაცა ქაღალდზე და სანქცია დავაკისრო, ხო? და ციხეში წავიდე რომ უთხრა, უნდა წავიდეს, რომელიმე ქართული ოცნების ლიდერი არა, იმიტომ მე არა ვარ მოსამართლე. ასეთივე მოსამართლე არ არის ეს ვინმე ვეფხია ლომიძე, რომელიც ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე მორჩილი მოსამართლე აი ამ კლანში. ჩვენ აქამდე გვსმენია მურუსიძე, ჩინჩალაძე, არ ვიცი თადუმაძეები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ვეფხია ლომიძეც ყოფილა წარმოუდგენლად მორჩილი ადამიანი და ეხლა არ არის ეს ადამიანი მოსამართლის, არ ახორციელებს მართლმსაჯულებას, არ ახორციელებს ნამდვილად მართლმსაჯულებას და მე ვფიქრობ, რომ მის მიერ გამოტანილი გამოტყუნებელი განაჩენი თუ კი ასეთი იქნება, ჩემთვის იქნება მიუღებელი და უბრალოდ მართლაც არ დავემორჩილებით და აი როგორ არ დაემორჩილებით ნიკა? თუ რას გულისხმობთ, ნება მომეცით რომ არა იმიტომ რომ არ ვარ მზად, იგი პასუხობთ, ვარ მზად და ნაფიქრიც მაქვს, უბრალოდ არ მინდა ცხოვრება, პოლიტიკური ცხოვრება გაუადვილო ხელისუფლებას. იმიტომ რომ ასე უბრალოდ შეუძლებელია ხახდო ეხა 2 თვის წინ თავადვე გამასამართლეს, თავადვე ამ საქმეზე და ახლა მეუბნებიან და ცდილობენ რომ იმ საქმეზე რომელზეც გავამართეს, ეხა გამომტყუნებელი და ეხა ნამდვილად არ ვაპირებ ამაზე ასე თქვა თავის დახრას განსაკუთრებით და არა მხოლოდ განსაკუთრებით გიგი უგულავას დაკავება ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა რა. ასე ეხა ნებისმიერ სხვა ზეგ გამოუტანენ გამომტყუნებელ განაჩენს და მართლაც ეცდებიან წარმოაჩინონ საკუთარი თავი როგორც რეალურ საჯულებად, რომელთაც გამოაქვთ საქართველოს სახელით გადაწყვეტილება. ნიკა, რომ შევაჯამო, მე მესმის რომ თქვენ არ გინდათ კონკრეტული დეტალების თქმა, რას მოიმოქმედებთ, მაგრამ შეიძლება ითქვას რომ ოპოზიცია სტრატეგიას ცვლის, რადგან თუ ეს გადაწყვეტილება თქვენი მისამართით ციხეში არა კონკრეტული ერთი დავასრულებ კითხვას, თუ შეიძლება მე რისი კითხვა მინდა. აი ნახეთ რისი კითხვა მინდა, რომ ერთი ოპოზიციის ლიდერი, არა ერთი, მაგრამ ამჯერად გიგი უგულავა ციხეში გაუშვეს, ასე ვთქვათ, ვიხილეთ ეს პროცესი, რომ ის ციხეში წავიდა და თქვენ ამბობთ, რომ ასე თუ თქვენ იქნებით შემდეგი შესაძლოა ოპოზიციის ლიდერები ყველანი აღმოჩნდნენ ციხეში. ამ სცენარის შეწინააღმდეგებას აპირებთ თქვენ პირადად თუ მთლიანად ოპოზიცია?
ნუ ყველა ჯერთიც გეტყვით რომ ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი ვინც ციხეში აღმოჩნდა და აღმოჩნდება ეს ბიძინა ივანიშვილის შვებას ვერ მოგრის პირიქით ისინი კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებენ ამ რეჟიმს ციხიდან ვიდრე აქამდე აყენებდნენ მათ პოლიტიკურ დარტყმას. ეს ხალხზე უცხადესი რატო აკეთებს ბიძინა ივანიშვილი ამას გაუგებარი არის ბევრისთვის, მაგრამ ჩემთვის გასაგებია ეს არის უბრალოდ რაღაცა პანიკური გამოხდომები. მეტი არაფერი, თორე ხა საღიაზის ფარგლებში ყოფი ადამიანი ამ გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს და მრავალფეროვანი იქნება. დიახაც გიგიმ გეუბნებით მიიღო ეს გადაწყვეტილება და მე მასთან მქონდა საუბარი და აბსოლუტურად მისაღები იყო ჩემთვის გიგის დაკავების შემდეგ რეალობა კიდევ უფრო შეიცვალა. კიდევ უფრო დამძიმდა პოლიტიკური რეალობა და ახლა მე ვფიქრობ რომ ამჯერად სხვანაირად უნდა ვიმოხვიდე და არა იმიტომ რომ მე ვაგარი ვარ და გიგი არ არის მაგრამ პირიქით გიგის დაკავება მიმოქმედა ჩემზე და გიგის დაკავებამ გადამაწყვეტია ის რაც გავაჟღერე დღეს რო არა გიგის დაკავება ამ გადაწყვეტილებამდე მე არ მივიდოდი ნამდვილად ამიტომ ხა მე ჩემ გადაწყვეტილების თაობაზე ხა კოლეგებსაც და მე უბრალოდ რო არ ვიყო ერთი წამით მაინც რო ეჭვმეპარებოდეს ხა იმ საქმის ფარგლებში რომ ასაც ბედავებია ხო ხა შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება ხა არც მიმეღო გიგის შემდეგაც კი ხო მაგრამ რას ადამიანს უკრეს სამჯერ დააკავეს და სამჯერ ატირეს გიგი უგულოვას ბავშვი ხო ხა არ ნიშნავს რომ ხა ჩვენ არ შეიძლება მოვიქცეთ მრავალფეროვნად მაგალითად და ბიძინა ივანიშვილს კიდე სხვადასხვა ასე თქვათ სულებიც არ დაუპირისპიროთ და ნახოთ რა რას გააკეთებს რას გააკეთებიებს ვებხია ლომიძეს თუ ვებხია ლომიძეს არ გამოატარებს მათ რა უნდათ ეხლა რომ 24 საათის განმავლობაში გვავაპარაკონ რომ გვიჭერენ თუ არ გვიჭერენ კი თუ არა გვირილაზე კი არა ეხლა არ იქნება ვებხია ლომიძე მე მიდის უზენაეს სასამართლოში იქ ხდება ეს შავათა დუმბაზე მე იმაზე უნდა ვიმტრიოთ ეხლა თავი რომ დაგვიჭერეთ თუ არ დაგვიჭერეთ და თქვი ეს გადაწყვეტილება ჩემი და არც მაინტერესებს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს გამონტულებელი მხედველობაში მე ამ გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები ეხლა ამ ადამიანს არ უნდა რომ სხვა საკითხებზე ვისაუბროთ არც ეკონომიკაზე არც სოციალურ პრობლემებზე არაფერზე და არც პროგრამაზე როცა ივანიშვილი თქვენ ამბობთ რომ მიდის გადაწყვეტილებებზე რომელიც მას აზიანებს თქვენი აზრით ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზანი არის თუ არა ის რომ ოპოზიციამ საკუთარი გეგმები შეცვალოს ანუ მოიქცეს ისე როგორც პრინციპში ვითარების ესკალაცია ვის ინტერესში შედის ახლა თქვენი აზრით ამას სპეციალურად ხომ არ გეგმავს ქართული ოცნება რომ თქვენ ანუ პრინციპში ადამიანების დაჭერა არის ის ბოლო საფეხური რომელმაც შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს ხომ ოპოზიციის ლიდერები არანაირი აი ეხლა სიმართლე გითხრათ გადაწყვეტილება არც აქვს მიღებული ბოლო მომენტში მიიღოს გადაწყვეტილებას ვებხია ლომიძეს მიაღებდეს ბოლო მომენტში ახალს არ იცის რას აკეთებს აი დასვან მდგომარეობაში ყოფი ადამიანებით იქცევა რას აკეთებს არ იცის და რაც არ უნდა აკეთოს ოპოზიციურ ერთობას ვერაფერს დაუშავებს და მეც როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ სხვებთან ერთად იმ მოლაპარაკების მაგიდაზე რომ ეს ერთობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და კიდევ ერთხელ გეუბნებით რა ეხლა ციხეში ვინ არ შესულა ეს არ არის პრობლემა არ იქნება ერთი ლიდერი სახეზე 2020 წლის არჩევნებამდე იქნებიან სხვებიც არ იქნებიან კიდევ სხვები იქნებიან ეს თამაში წაგებულია წაგებულ პარტიას თამაშობს ბიძინა ივანიშვილი და მთელ ამ საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნის შიგნით არსებულ საზოგადოებას ეხა რო უპირისპირდება რა ვინმეს აქვს იმის მოლოდინი რომ ამ დაპირისპირებებიდან იგი გამოვა გამარჯვებული ბუნებრივია ვერ გამოვა და არც მიკვეს ამ ადამიანის აგონიაში ყოფნა ეხა თებერვლის თვეში რა უნდა თქვას მართლაც და კაპიტულაციას გამოაცხადებს არა ფიქრობს რომ იქნებ რაღაცა თვითონ არ იცის უახლოდ გეუბნებით ფიქრობს რომ რაღაცა იქნებ რაღაც გამიმართლოს და როგორც ასე თქვათ ადამიანი პოლიტიკისგან დისტანცირებული იმედად არის რაღაცა ციური მანანასი გულახდილად ეშტაბეჭილება არ თუნჩება ასე ჯერ არაფერს არ ეფუძნება მისი მოქმედებები მიხვდა რომ არ გვეშინია ხახტო რა გიგი შევიდა ხელებ აწეული მომღიმარი ციხეში ხა მანამდე რა იაკუხეშვილი გიორგი აი უამრავი ადამიანი დაიჭირა და არცეც არ უწუწუნია და არცეც არ უტირდა პირიქით უფრო მეტი ძალა და ენერგია გვეძეო და ასე იქნება და ახლა 500 და 1000 და 2000 კაცს ეს კაცი ვერ დაიჭერს ამ ქვეყანაში ამიტომ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება სხვა მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას და სხვადასხვანაირად მოვექცევით ბიძინა ივანიშვილს მაგრამ ვიქნებით ძალიან მტკიცე
ძალიან შვიდები, ძალიან ენერგიულები ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებში, მაგრამ ამოვართ ერთობიდან, მხოლოდ ერთობიდან და ეს ერთობა კიდევ უფრო გამტკიცდება და ამის ხილის შესაძლებლობა პირველ რიგში ბატონ ბიძინას მიესება სლოვაკის ხეივნიდან. ბატონიკა, მაინც უნდა გკითხოთ ასეთი რამ. ვადამდელი არჩევნები თქვენი აზრით შედის თუ არა ახლა ივანიშვილის ინტერესში? მე იცით რა მინდა გკითხოთ. ოპოზიცია ემრგვალი მაგიდის ირგვლივ ალბათ ბევრ რამეს განიხილავს, ისეთ რასაც მერე მედიასთან არ ყვება. მაგრამ აი არს განიხილავთ თუ არა ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ გადადგას, რომელზეც თქვენ უნდა გქონდეთ ადეკვატური პასუხი. მაგალითისთვის, ვადამდელი არჩევნები შედის თუ არა ივანიშვილის ინტერესში თქვენი აზრით ახლა? იცით რა, მე ივანიშვილის ინტერესში რა შედის, ესე წარმოუდგენელია, რომ გითხრათ, ეხა იქამდე მივიდა, რომ შერეული სისტემა თუ ვინმეს არ აწყობს, ივანიშვილს აღარ აწყობს ამ ოპოზიციური ერთობის გადამკიდე. დიახაც, თუ კი თუნდაც 2018 წელს ოპოზიციური პარტიების ხმები არ ერთდებოდა, ანუ არ გაერთიანდებოდა და არ ირეოდა, ხო? და როგორ შეიძლებოდა რომ ეს სინერგია შექმნილიყო ბევრ პარტიას შორის, რომელიც არ არსებობდა, დღეს ვითარება შეცვლილია და ჩემის აზრით ის მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, მიგვიყვანს იმ შედეგამდე, სადაც ერთ მხარეს იქნება ოლიგარქის ხელისუფლება და მეორე მხარეს იქნება ოპოზიცია. იქნება ეს საერთო მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებისთვის სხვა პარტიების მხრიდან კანდიდატების არ დაყენება, ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება თუ როგორ ვმართავთ ჩვენ ქვეყანას გამარჯვების შემდეგ, რაც ძალიან ბევრს აინტერესებს და ვფიქრობ, რომ 4 აპრილამდე ამ ყველაფერს ჩვენ მოვასწრებთ და როცა ეს მუშაობა უკვე არის ეშხში შესული, ხა ბიზინა ივანიშვილი თუ ვადამდელ არჩევნებს ჩანიშნავს, სადაც ლიმიტირებული აქვს დრო და უახლოეს დღეებში უნდა იმოქმედოს, რომ მაისის დასაწყისში მოახერხოს არჩევნების ჩატარება, იმიტომ რომ 8 მაისის იქით ის არჩევნებს ვეღარ ჩაატარებს. დამარცხება, ბუნებრივია დამარცხება. მადლობა. დიდი მადლობა, ნიკა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა. მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი.